დავიწყეთ. კიდევ ერთი ინტერვიუ ჩვენ სერვერზე. ვოლენას, ვოლენ რამდენი წლის ხარ? ამოხსენე? 20 წლის. სტეიცო. კარი, 20 წლის ვიყავი, მეგონი რომ დავიწყე ტრეიდინგი. ცოტა უფრო ადრე. მოკლედ, დღეს ვექნება ინტერვიუ ვოლენასთან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ტოპ სტუდენტია, ტოპ მოსწავლე. ვინც არიცით, ჩვენ ტოპ მოსწავლეებთან ვატარებთ ინტერვიუს, თუ ვიგებთ თუ როგორ მოვიდნენ ამ დონეზე, რა გზის გავლა მოუწიათ. რას როგორ და რანაირად აკეთებდნენ, რა სირთულების გადალახვა მოუწიათ და რა სიმარტივეების თუ გინდ. ასევე ბოლოში ვაძლევთ ხოლმე ხალხს კითხვის დასმის საშუალებას, თუ მასთან ან ჩემთან რამე თუ აინტერესებთ. ამიტომაც ხო, მოდი მოვუსმინოთ ვოლენას. პირველ რიგში ვოლენამ გითხრას, ვინ არის, რა არის, რას წარმოადგენს და ვაფშე ტრეიდინგის სწავლა რატომ მოუნდა და სად როგორ მოვიდა აქამდე. სულ აქამდე არა, როგორ მიხვედი ტრეიდინგამდე და ჩვენამდე. გითხარი ვოლენ. კი ბატონო. პირველ რიგში გამარჯობა ყველას, ძალიან ბევრი ხართ. ტრეიდინგამდე როგორ მოვედი? ზოგადად ასე რომ ტრეიდინგი რაღაც კაი სპეციალობა იყო ასე ვთქვათ, ეგ დიდხანს ვიცოდი. და აი დიდი ფული შოვნა შეიძლება და რაღაც ეგეთი რა ხო ხდება იმიც აფლექსავებს, მაყუთებს და რაღაც მანქანებს და ასე შემდეგ. მაგსეთი ხალხისგან ვიცოდი რომ ასეთ ხალხისგან ვიცოდი რა რომ კაი საქმიანობა იყო და სწავლაც იყო რთული. მაგრამ ერთ დღეს ისეთი ადამიანისგან გავიგე ეს სიტყვები რომ ოღონდ ტრეიდინგი ვიცოდე და რამდენ ფულს ვიშოვიდიო, რომლისგანაც ალბათ ისიც გამიკვირდებოდა საერთოდ ინტერნეტი რა იყო თუ იცოდა რა. ხო და აი მაგან ძალიან დამაფიქრა რომ მეთქი ანუ значит ღირს რა რომ რაღაც ჩავეციო და გავერკვე რა არის ტრეიდინგი. ხო და მაგ დროს აი პირველი ინფორმაციის გაფილტრა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შემოდის მანდ რა, აი მანდ ვისწავლე რომ ინფორმაციის გაფილტრა ძალიან მნიშვნელოვანია. შევედი YouTube-ზე და ვეძებე აბა ტრეიდინგი როგორი საქმიანობაა რა, რამდენად რთულია, რამდენად დიდი დრო გჭირდება და რამდენად რეალურია რა, რომ იქ წარმატებას მიაღწიო. და ნუ ერთ-ერთ YouTuber-ს გადავაწყდი, მაგის ჩანელი ვნახე, ხო და ვიყურე ვიდეოს, სადაც ლაპარაკობდა იმას, რომ ტრეიდინგი არის side hustle და არ არის ნამდვილი პროფესია რა. არა და ოთახში ედო ალბათ ერთი 15 მონიტორი და თითო მონიტორზე ალბათ 100 ჩარტი ქონდა გახსნილი. და ეგ ვიდეო აგე თქვენს განახეთ თუ გახსოვთ რა ბიჭებს ვანახე ხო და სახელიც ვეჩი არ მახსოვს მოსტყნია გამზდელი ხო და მაგან კინაღამ უარი მათქვენა იმაზე რომ ტრეიდინგი მესწავლა რა ხო და მერე კიდე გავაგზელე რა მაინც YouTube-ზე სხვა ვიდეოების ყურება ხო და მაგ ვიდეოებით მეორე სრულ ინფორმაცია რაც მივიღე იყო რომ ძალიან დიდი ფული გჭირდება ტრეიდინგში წარმატებას რომ მიაღწიო. აი მაგან აი ძალიან ახლოს მიმიყვანა რომ აი იმენა ხელი ჩამიქნია რა საერთოდ თავი დამენებებინა. აი მანდ გამოჩნდა მე ბი რომ TikTok-ზე ხდება ვეთი აი ეს ვიდეო რაღაც სარიელა უსტანზის ციგნის რეკომენდაციას გვაძლევს და იძახის რომ მაქსის სულელესო არ უსმინოთო. ესე იგიო დიდი ფული არ გჭირდება თუ რა არისო პროფირმები და პროფირმებზე იბაზრა რა. ხო და აი მანდ ვიხდი რომ ანუ ესეთ ინფორმაცია თუ სხვაგან ვერ ვნახე და მით უმეტეს ისეთ უცხოურ არხებზე სადაც რავი მილიონობით გამომწერიყავთ. ესე იგი რაღაც განსხვავებული აქვს რა ამ ტიპს და რაღაც მართალს ლაპარაკობს. ხო და მე შემოვედი Discord-ში. როგორც მახსოვს წინა წლის სექტემბერში რა. ხო და ცოტა ხანი უბრალოდ ვავაკვირდებოდი სიტუაციას და იანვრის ბოლოს ბი ძახის ესეთ რაღაცა ჩარტინგ სესიაზე რომ ვინც აქ სერვერზე ხართო და უცდითო სწორ დროსო ვაფშე გადით სერვერიდან რა. დეკემბრის mentorship-ი მაგითი მაყიდინა რა, ძალიან მაგარი მარკეტერია, ისე იცოდეთ. ხო და დეკემბერში გავიარე. ძალიან დეკემბერში გავიარე mentorship-ი. და აი კი ხედავთ სადაც. ვაუ. ჩვენიერი. ძალიან კაი. კაი, რო დაიწყე სწავლა, როგორი მოლოდინი ქონდა, სანამ სწავლას დაიწყებდი. რა მოლოდინი ქონდა? და რა მიიღე? ეგ გითხარი. რა მოლოდინი რავი, იდეაში რაც მქონდა იმაზე გაცილებით მარტივად და გაცილებით მეტი რამე მივიღე. რო გითხრა რომ ახლა რაღაც ერთ თვეში და ორ თვეში გამდიდრებას ველოდებოდი, არა რა. ვიცოდი რომ დრო დაჭირდებოდა, ან თქვენგან ვიცოდი ეგეც. იდეაში ჩარტინგ სესიებიდან, ვიდეოებიდან და რაღაცეებიდან, რომ დიდი დრო დაჭირდებოდა, ხო და რავი, გავყევი ძალიან მარტივად ყველაფერი ისე კარგად მიხსნიდი და იმდენჯერ ვუყურებდი იმ ვიდეოებს, რა ქვია, mentorship-ის ვიდეოებს, რომ რავი, შანსი არ იყო რამე არ გამიგო და რამე არ გამოსვლოდა რა. და ნუ მე ეგ mentorship-ი რომ მორჩა,
თავი დღე-დაღამე ალბათ ჩარტზე ვეჯექი და შედეგიც დაიდო. იმაზე გაცილებით მალე, ვიდრე მე ველოდებოდი თავიდან რა. შენი ის როგორი იყო? წინ არ ეცოდნა სანამ ჩვენ დამოხვიდდი რამე იცოდი? სრულიად ნული. აი არაფერი. Вообще ერთ არაფერი. ვიდეოზე მქონდა YouTube-ზე ნაყურები Trading for Dummies, ასე ქვია, შეგიძლია ნახოთ. ეგ იყო ჩემი ცოდნა. გონიერი. კაი. მოდი ეხა რაღაცა მომხდა ყურში უცებიას თქვი და მე გავაგზავნოთ ჩაოლებრივად რა. ეხა შენ თქვი რომ აი დღე-დაღამე ვიჯექიო რა. ამ ბოლოს ამბები რაღაც ისეთ კომენტარი ხდება და ვიცი რომ ხალხი ეგეთი არის რომ აი ცდილობენ თავის თავში გამოძიბრონ მიზეზი რომ არ დაიწყონ რა. აი მაგალითად შენ თქვი რომ მთელი დღე ვიჯექიო. ვიღაცა ეხა იტყვის მთელი დღე დრო არ მაქვს დავიკიდო ეს საქმე. ან თუ გინდა ის რა ქვია დღეს წავიკითხე ერთი კომენტარი რომ ტრეიდინგი ტელეფონით არ შეიძლება, ხო? არ ვარგა. ოხ, კაი და ისე დაწერო, აი არ დავიწყებ მაშინო რა. აი მაგაზე რას ფიქრობ, რომ აი ხალხი რომ მიზეს ეძებს რაღაც საქმეში რაღაც ციციან რომ წარმატებას იპოვიან, მაგრამ არ იწყებენ. აი მაგაზე რას ფიქრობ? ეხლა რას ვით უმიხდი? კი, რას ფიქრობ და ეგეთ ხალხი ამ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწევს რა. აქ ბიჭებს ვინც მეკითხება რაღაცებს ხოლმე, მაგათაც ვეუბნები. რამდენი დროც გაქვთ და როგორი ხელშეწყობაც გაქვთ. მაქსიმუმი გამოიყენეთ და არ გაჩერდით რა. წარმატებას უეჭველი მიაღწევთ. რაც გაქვთ მაქსიმუმი, რამდენი შეგიძლიათ. სულ რომ 2 საათი იყოს დღეში, შეგეძლოთ რომ 2 საათი დაუთმოთ და ტელეფონიდან იყოთ, მაინც მაქსიმუმი გააკეთეთ და აუცილებლად გამოგივათ. ოღონდ რაღაც რთული მომენტები გექნებათ, აუცილებლად ჩელენჯის დაფეილებაც გექნებათ, ფანდედის დაფეილებაც გექნებათ და არ გაჩერდით რა, ბოლომდე მიყევით. კაი, მოდი გზაზე მოყევი ხა რა. საულის პერიოდში აი რას აკეთებდი საულის დროს, რომ აი ამ დონეზე მოსულიყავი, რას ანიჭე ყველაზე დიდ მნიშვნელობას, რამაც ყველაზე კარგი გამოცდილება მიგაღებინა და მე სირთულებზე ვილაპარაკოთ. ანუ რა იყო ის, რასაც აკეთებდი, რაც ძალიან კარგი იყო და რამაც ყველაზე დიდი შედეგი დაგადებინა. ყველაზე დიდი შედეგი ალბათ იმან დამატებიდან, რომ აი ვიდეოები, რასაც mentorship-ში გავდიოდით, ლექციები, მაგ ლექციებს ძალიან სერიოზულად ვეჯექი, ძალიან ბევრჯერ ვუყურებდი და აი ერთ ვიდეოს ალბათ სანჯი ხო გვიტარებდა ლექციას და აი ერთ ვიდეოზე რო ჩამერთო ვიდეო, მე და სანჯი ერთად ვილაპარაკებდით, მთელი 40 წუთი იმდენად ბევრჯერ ვუყურებდი რა. და ეგრე ქენით ყველამ, იმიტომ რომ ერთხელ რო უყურებთ და დაანოუთებთ მაგ ვიდეოს, მეორეჯერ რო ჩართავთ, შანსი არ არის რომ რაღაც ახალი არ დაიჭიროთ რა, რაც წინა ჯერზე ვერ დაიჭირეთ. ეგ ქენით აუცილებლად, იმიტომ რომ mentorship-ს რო გადიხართ, ყველაფერი უნდა გაიგოთ, ყველაფერი უნდა ისწავლოთ და იქიდან უკვე მაგნასწავლიდან რას გამოიყენებთ და რას მოირგებთ საკუთარ თავზე, უკვე მერე გადაწყდება რა, მაგრამ როცა სწავლობთ, ყველაფერი ისწავლეთ და კიდე ერთი, რაც მე მჭირდა და ძალიან ცუდი იყო, აი რაღაცას თუ ვერ გებულობთ, მიდით mentor-თან და კითხეთ რა, ეგ ანუ ზედმეტი კითხვები დასვით კი არა. რასაც ვერ გებულობ და იცით რომ უნდა გაიგოთ, ეგ აუცილებლად იკითხეთ რა, მე მაგრამ მერიდებოდა. ბიც დამიდასტურებს რომ არაფერი არ მაქვს mentorship-ის დროს ნაკითხი რა, აი არაფერი არ მაქვს ნაკითხი. კი. რო გერიდებოდა ეგეც მახსოვს. კი, ძალიან მერიდებოდა და ეგ ძალიან ცუდია რა. ყველაზე რთული რა იყო აი ამ გზაზე, სანამ აქამდე მივხვდები. ხო, ხალხო ვინც არ იცით რა, ვინც სახზე არ წაიკითხიათ ამ ადამიანმა 12 დღეში გააკეთა $7000 და გამოიტანა. აქამდეც ბევრი payout-ი აქვს. და მაგას ველაპარაკობთ ეხა. აი რა იყო ყველაზე რთული, რომ შენ აი იმ დონეზე მისულიყავი, რომ 12 დღეში ცხოვრებაში იმის საშუალება ქონოდა და ის უნარი, რომ $7000 გაეკეთებინა. ყველაზე რთული რაც იყო ფსიქოლოგია. აუ ფსიქოლოგიამ დამტანჯა, მაგრამ რაღაც მომენტში რა უნდა გაიაზროთ ყველამ, რომ საკუთარ თავს უნდა დააძალოთ, საკუთარ თავს თუ არ დააძალებთ და რაღაც ისე არ მოიქცევით, როგორც იმ მომენტში იმპულსურად გინდათ მოიქცეთ, მაგრამ იცით რომ სწორი არ არის. აი მაგ დროს თუ თქვენს თავზე დაძალებას არ დაიწყებთ, აი მაგ შედეგებს ვერ დადებთ რა. აუცილებლად უნდა დაიწყოთ საკუთარ თავზე დაძალება. აი ესე თავისით დროთა განმავლობაშიც არ გამოსწორდება რა. საკუთარ თავს ძალა უნდა დაატანოთ, ესე მარტივად. მაგრამ მარტივი გასაკეთებელი არ არის. და ეგ $7000 მაგან მოიტანა რა, აი რავი, ფსიქოლოგიაზე ძალიან ბევრი მაქვს ნამუშევარი, ძალიან. აი კონკრეტულად ფსიქოლოგიაზე რა პრობლემა გქონდა, რა საკეთებდი და აი ხა ყო ხა რა პირად პრობლემაზე არ ვამბობ, რა ზოგადად ტრეიდინგში ძალიან ჩდება პირადი პრობლემები, რომ აი მაგალითად, მოდი ერთს ვიტყვი ჩემზე და მე შენც მიხვდები რას ვამბობ რა. მე მქონდა იმის განცდა ცხოვრებაში, რომ აი ხო ხედავ რომ ვიღაცები წარმატებას აღწევენ და ვიღაცები
მილიონებს შეულება, ხო? აი მე მქონდა სუთავიდან იმის განცდა, რომ აი მე ეგეთი ვერ ვიქნებოდი, ან მე მაგ დონეზე ვერ ავიდოდი და აი მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც აი მაგათ გაუტოლდება თუ გინდ რა. აი ეგ პრობლემა ძალიან მქონდა და ძალიან მჭამდა. თავის დროზე. შენ შემთხვევაში რა იყო მსგავსი? ეგ პრობლემა მე არ მქონია რა, იმიტომ რომ რავი, ისევ თქვენ გამო რა, რომ აი რომ გისმენდით, რომ ამას თუ იზამ, იმას თუ იზამ, თან თქვენი გამოცდილებიდან გველაპარაკებოდით რა და მაგიტო ეგ განცდა მართლა არ მქონია, რომ რაღაც მიუღწეველი იყო. ფსიქოლოგიურად ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი ის იყო, რომ უფრო და უფრო მეტი მინდოდა რა და ვერ ვითმენდი ტრეიდის, ანუ კარგ სეტაპს ვერ ველოდებოდი რა. ეგრევე მინდოდა რომ ხედავდი რომ მაგალითად აქედან მარკეტი შორტია, ეგრევე შევდიოდი ნებისმიერ რაღაცაზე. მოთმენის პრობლემა მქონდა. ძალიან დიდი პრობლემა მქონდა მაგისი და მეორე რა ვთქვი ახლა? მოთმენება. ხო, ისა არ მყოფნიდა რა, აი რომ ერთ ტრეიდს რომ მოვიგებდი, კიდე უნდა კიდე თუ დავინახავდი სადმე რაღაც ოდნავ მაინც თუ მოკრავდი თვალს რომ აქ შეიძლებოდა კიდე მომეგვა, აუცილებლად შევდიოდი. ეგ როგორ მოაგვარე? როგორ მოვაგვარე და კისერში მომხვდა ძალიან მწარედ, რომ ფანდედი დავკარგე და მასე მოგვარდა. ხო. ზოგი რაღაცა არის, რასაც აი რაც არ უნდა ჩვენ გელაპარაკოთ და გააკეთოთ, აი ზოგი რაღაცა ავი ალბათ ვოლი მივხვდები, რომ არის, რომ უნდა მოხდეს, თორე ვერ დაგარტყავს რა საბოლოოდ. აი გამოცდილება რამდენად დიდ დროს თამაშობს. სიმართლე გითხრა, შენ რომ უფრო ფსიქოლოგიაზე ძალიან დიდი ცუდად მქონდა ყველაფერიო რა. დიდი ხანი არ არის რაც შენ საუბრობ ჩვენთან. ეგ უბრალოდ ჩვენთან აი ჩათვალე აი მე 7-8 თვის ნასწავლს ჩემსას ერთ თვეში ვასწავლი აქ რა. შენ უბრალოდ ის დრო რო გაგივიდა მალე ხო? ფსიქოლოგიაზე მუშაობა მოგიწე თავიდან და პირიქით. იმართლა გითხრა, სხვებთან შედარებით პირველად მალე ქენი, იმიტომ რომ შენ ციცი ხა აქ ხალხი არის, ვინც 1 2 3 4 წელია სწავლობს და დღემდე თავში შეღლებს ირტყავენ, თითებს იშვერენ და მიზეზები არ ელევათ, რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ რა. მაინც ცუდი არ არის ეგ უბრალოდ. ხო და იმაზე მითხარი. რაზე? წეგა რა ვკითხე კაც. ხო. მაინც დამავიდოდ, წეგა რა ვკითხე. ვიღაცა გაგვახსენეთ. გამახსენეთ ვიღაცა. წეგა დამავიწყდა იმენა რაც ვკითხე. ხო, ის რა ქვია, სანამ შენით არ გამოცდი მეთქი რა, ვერ მიხვდები თქო რა და ეგ რამდენად ეგრე არის. აი გამოცდილება რამდენად დიდ დროს თამაშობს. ეგ ყველაზე ჭეშმარიტი რაღაცა არის რა. ძალიან დიდ დროს თამაშობს გამოცდილება. თვითონ არავი შენს ტრეიდებზეც ძალიან დაეტყობა გამოცდილება და ყველაფერს აბსოლუტურად და ფსიქოლოგიას რაღაც ნაწილს, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს გამოცდილება მოგიგვარებს და დანარჩენ ნაწილს რაც ვთქვი რა, საკუთარ თავზე დაძალება. ხო, სტრატეგიაში, აი თავდაჯერებულობაც მითხარი, რამდენად მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა როგორც სტრატეგიაში, ანუ შენ სისტემაში რა, რამდენად მნიშვნელოვანია ეგ. აი შენ ახლა ხო რამდენად თავდაჯერებული ხარ, ხო მithumetes payout-ი გააკეთე. აი ეგ რამდენად მნიშვნელოვანი არის. კი, თავდაჯერებულობა ძალიან მნიშვნელოვანია რა. აი თქვენს მოდელში ასე ვთქვათ, ძალიან უნდა იყოს დარწმუნებული რა, საკმარისი ინფორმაცია უნდა გქონდეთ შეგროვებული, რომ ეგ მართლა მუშაობს, როდის მუშაობს და თქვენ როგორ რეაგირებთ, აი როდესაც მარკეტი გაჩვენებთ, რომ აქ თქვენი მოდელი არის, თქვენ როგორ რეაგირებთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას თქვენთაც მიხვდებით დროთა განმავლობაში ნახავთ ბექტესტინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით, მაგრამ მე პირადად ლაივ ტესტინგზე უფრო მეტი ვისწავლი ვიდრე ბექტესტინგზე, მაგრამ ბექტესტინგის გარეშე მე მგონი შორსაც ვერ წავიდოდი, ეგ რო არ მექნა რა. რამდენი სტრატეგია აქვს ტექნიკურ ანალიზში? ერთი. ხო, ერთი სტრატეგია. ხო? ან მეტი არც უნდა გქონდეს, სისულელეა ხო? ბევრი სტრატეგია რო გაქვს, ეგ აი სრული სისულელეა და მარასმი. კაი. ხო, აი ესა, იმაზე თქვი რომ ინფორმაცია უნდა გქონდეს შეგროვებულიო და ეგ რას ნიშნავს ხალხი ალბათ ვერ მიხვდება. აი რას ნიშნავს ინფორმაცია შეგროვებული გქონდეს? რას ნიშნავს და რა დროს იგებთ თქვენ ამ ტრეიდებს, როდის იგებთ, ან დაუშვათ მარკეტის როგორ კონდიციაში გზნობთ თავს ყველაზე კომფორტულად რა. აი ხა კონსოლიდაციაში თუ თქვენ ტრეიდს ხსნით, მაგ ტრეიდს ვერ მოიგებთ, რაც არ უნდა თქვენი მოდელი გქონდეთ. თუ მოიგებთ, არ გამოგადგებათ long term-ში რა. ან რა დროს დაუშვათ AM-ზე თუ უფრო კარგად მუშაობს თქვენი მოდელი, ან რავი ლონდონზე, PM-ზე. ეგ ყველაფერი უნდა იცოდეთ რა. და რამდენად თავისუფლად შედიხართ მაგ ტრეიდში, მარკეტი რო
დაგანახებთ ამ entry confluence-ებს, რამდენად თავდაჯერებული ხართ იმაში, რომ ეს მართლა ასე იქნება და თავდაჯერებულობა მოაქვს, აი ზუსტად მაგ ინფორმაციას, რომ მე ერთხელ ასეთ სიტუაციაში ვიყავი და ჩემი ინფორმაციით, რაც მე დავაგროვე, ამ დროს შევედი და მოვიგე. ეგ თავდაჯერებულობას მოგცემთ, რომ ეგ ტრეიდი გახსნათ და გამოგადგებათ საბოლოო ჯამში. აი, კიდე კითხვა დავუსვათ. ფსიქოლოგიაზე მარტო მოთმინების გარდა სხვა არ გქონია პრობლემა? რავი, ასე არ მახსენდება. მე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გეუბნებით, აი რაც რო არ მქონოდა, უფრო მალე დავდებდი შედეგს, აი ეგ ვთქვი რა. თუ კონკრეტულად მკითხავთ, გეტყვით მაგაზე პრობლემა თუ გქონდა თუ არა. რა დრო დაგჭირდა შენი სტრატეგიის შემოსაყალებლობად? მაგრამ ვიცი ქართული. ვახ, ასე ზუსტად. რავი, რამოდენიმე თვე რა. თვე რა, ანუ რამოდენიმე თვე არა. ერთი თვე ალბათ, რავი. კვირაში რამდენ თვე იწყს? 2-3-ს. რამდენი ხანი უყურებ კვირაში მარკეტს? საშუალო რა თქვა. აურა. კვირაში? კვირაში რამდენი ხანი უყურებ მარკეტს? დღეში ალბათ 2 საათი ვზივარ და კვირაში გამოვა 10 საათი. ყოველ დღე ხო არ უყურებ? ყოველ დღე არა, გულისხმობ, აი ყოველ დღე რო სატრეიდო დღე იყოს, დღეში 2 საათზემეც არ გავხსნიდი. არ უყურებდი, მაგრამ. რა თქმა უნდა, კვირაში ყოველ დღე სატრეიდო დღე არა. აი. აი. გარე ფაქტორები თუ ახდენს ფსიქოლოგიურ პრობლემებს და არა პირადი, მაშინ რა ვქნათო? აიცა როგორ? აი, პირადი პრობლემები თუ ახდენს ფსიქოლოგისა, თუ გიშლის ხელსო ტრეიდინგში, გქონია ეგეთი რა? მე არ მქონია ეგეთ რაღაც. აი. მაგას ვერ გეტყვით ნამდვილად, აი არ მქონია ეგეთ შემთხვევა. ფანდედზე სანამ გადახვიდოდი, რა დრო დაგჭირდაო? ფანდედი, პირველი ფანდედი 5 თვეში ავიღე. 5 თვეში. ძირითადად რა სტილის trade of or ეს ისეთ კითხვა. აი მოდელს და რაღაცებს ნუ მკითხავთ, არ გაგცემთ პასუხს. არ გამოგადგებათ და მაგითო თორე რა. აი ვიღაც საინტერესებდა რამდენს რისკავდი, როცა ტრეიდობდი და $7 გააკეთე, აი რამდენით გააკეთე. ამაზე როგორ პასუხს გასცე? 0.5% რისკავდი. თითო ტრეიდში ხო? თითო პოზიციაში ანუ თლიანი აკაუნტის თლიანი კაპიტალის 0.5% რისკავდა. მაგრამ თუ იკითხავთ ის $7 როგორ რამდენი გარისკა რო ეგეშობა, ხო? ავი თითო აკაუნტი რა ღირდა ვალენ? 127. $127 და თითო აკაუნტი. ხო, რამდენი აკაუნტი იყო? 5 იყო, ხო? კი, 5. 5 იყო 127 გამრავლე 5-ზე, რაღაც არის $700-მდე, ხო? $700-მდე. 625. მაგით გააკეთა $7,000. რამდენი return of investment რამდენია ვალენ? ბევრი. და კაი. აკაუნტებს ახლა ნიკა YouTube-ზე და ვიდეოებს და მაგას შეგიძლია უყურო დეტალურად მაგ იხსნი. ახლა აკაუნტებს ვერ აგიხსნით. აი ხო ჟურნალისტ თუ აკეთებდი და რამდენი დიდი როლი აქვს შენს? აუ, კი. ხო, ანუ ეგ მინდა წაგენ გეთქვა და დამავიწყე. კი, ჟურნალინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ ჟურნალში ჩავწერეთ და დავიკიდე არა, რა ჟურნალში რო ჩაიწერთ და მით უმეტეს წაგებებს, ჟურნალში რო ჩაიწერთ, აუცილებლად მიუბრუნდით, განიხილეთ, რატო დაგემართათ, როგორ დაგემართათ და არც ერთი წაგებული ტრეიდი, რომელიც არ იცით, რატო წააგეთ, არ დატოვოთ რა ეგრე. აუცილებლად გაიგეთ, რატო წააგეთ. ეგ იყო კიდე ერთი პრობლემა, რომ ტრეიდერს ვისაც საშუალება გაქვს, ვინმეს კითხოთ, ხო? ვისაც საშუალება ხო, რა თქმა უნდა. ტრეიდერს რო წავაგებდი და ვიწერდი, იმ ტრეიდს აღარ ვუბრუნდებოდი და ეგრე ვერ განვითარდებით რა, უნდა დაუბრუნდეთ და გაიგოთ რატო წააგეთ. არა, ტრეიდინგის გარდა კი არა, ტრეიდინგი მეგონი რომ ტრეიდოდი მაშინ თან მუშაობდა. რა? მუშაობ? მე კი მუშაობდი კაცო ტრეიდინგამდე. აი. ერთი კითხვა იყო მინდა. ხო, ფანდედი რამდენ ხანში შეიყიდეთ სწავლიდან? ჩვენთან სწავლობ და ასრულ რამდენ ხანში შეიყიდე ფანდედი და რას აკეთებდი სანამ ფანდედს იყიდდი? როდის იფიქრე რომ ფანდედის ყიდვის დრო იყო? ხო, თქვი ეგა 5 თვეში. 5 თვეში, ანუ 5 თვეში პირველივე გაიარე? ხო. პირველივე გაუვლია ხო. ნადირი ყოფილა. ფანდ აკაუნტების დახურვით გამომიშოს მარტო ტრეიდინგთან. ფანდ აკაუნტის დახურვა ტრეიდინგი სხვადასხვა რაღაცაა ირეკლი? არ არის. დახურვა და მე იქიდან ფულის გაკეთება კიდე ცალკე არის.
ხო, შეცდომებზე სწავლა რამდენად მნიშვნელოვანიაო, ბაწომაკერ? მე მგონი იგი გითხრა. შეცდომებზე სწავლა, ეგა უმნიშვნელოვანესი რა ვიცი. ხო, აი, შეცდომებზე თვალის დახუჭვა როგორია? აუ დამღუპელი. ამოუპელი. სტრატეგია გონებაში გამჟდარი თუ ჩამოწერილი გაქვს? არა რა ჩამოწერილი. ვიცი რა, ანუ იდეაში ეგ უფრო კვარტალის დამსახურებაა, მაგრამ როგორც ასეთი უკვე მარკეტს რო უყურებ, იქ მაგ დაწერილი, აი რა კრიტერიუმი იქნება, გახსნა ტრეიდე? მაქვს, მაგრამ უკვე რავი ნაკლებად ვიყენებ მაგას, საერთოდ აღარ ვუყურებ. ხო, ბოლოს გქონდა. როდის გავხსენდი არ მახსოვს. კი, აუ. ხო, ნუ გაქვს რაღაც კრიტერიუმი, რითიც ტრეიდის რატომაც ტრეიდს არ გახსნი. ეგენი გაქვს, ეხა მეც გამიგარი მაქვს, როდის შეხედე მეც არ კი, მაქვს. ეგ ყველაფერი აბსოლუტურად როდის არ ხსნი, როდის ხსნი, როდის ვრისკავ ნაკლებს და შეიძლება გავხსნა ყველანაირი სიტუაცია, რაშიც შეიძლება აღმოუჩენილიყავი, ჩამოწერილი მქონდა, რომ რამდენით შევიდოდი, როგორ შევიდოდი, საერთოდ შევიდოდი თუ არა. აი ამ კითხავს მოდი პასუხს მე გავცემ ბოლო. როგორ ფიქრობ, სხვის სტრატეგია თუ მუშაობს შენზე, ჯობია მას მხრე თუ მაინც შენი ეძებო? აი უყურე, შენი ეძებოში რას გულისხმობ? ანუ შენით მარკეტის სტრატეგიას ვერ შექმნი. ვერ შექმნი შენი სტრატეგიას. ანუ უნდა გამოიყენო, რაც აქამდე სტრატეგია არსებობს და იმით იტრეიდო და იმით როგორც პრაქტიკაში გამოცდილება მიიღო და გამოასწორო შეცდომები. შენი სტრატეგიას ვერ შექმნი მარკეტზე, ავი მაგას 10 წელი ჭირდება მინიმუმ და ისულელი. აი, ქონდა თუ არა ის მომენტი სულ თავიდან რომ აი როგორ უნდა ვისწავლო მარკეტზე დაკვირვება თუ ლექციების განმავლობაში გრძნობ რომ გაქვს პროგრესი, ცხადია გაქვს, მაგრამ ეს ფიქრი გადის თუ არა ეტაპობრივად. აი მაგას გავცემ პასუხს. ეგ რა თქმა უნდა თავიდანვე გექნებათ რა, მით უმეტეს ჩემსავით თუ ხარ და საერთოდ არ გქონიათ ჩარტთან შეხება არც ტრეიდინგთან არაფერთან, აუცილებლად გექნებათ რა, აი პირველად ტრეიდინგ ვიუ რო გავხსენი, რაღაც რავი, NASA-ს კომპიუტერი მეგონა რა, აქ რა ხდება, რა გავიგო ტრეიდში როგორ შევიდე, საერთოდ ბაის და სელს ვერ ვხედავდი რა. და მით უმეტეს ჩარტზე სანთლების მოძრაობას რო ვხედავდი, არ ვიცოდი როგორ ოდესმე როგორ უნდა აღმექვა ეს და ამის ანალიზი როგორ უნდა გამეკეთებინა რა. მაგრამ რაც უფრო დრო გადის და გამოცდილებას აგროვებთ, ვიდეოებს უყურებთ, ეგ თავისით დაალაგდება რა. გამოცდილება დააგროვეთ რაც თავარ. ეს არის ხალხო მაგალითი, რომ ადამიანი 0-დან მოვიდა, რაც არ უნდა რთული იყოს, მარტივი არ იქნება 0-დან სწავლა რა. ახალი პროფესია, მოლე მარტივი იყოს სწავლა. მაგრამ შრომით და მონდომებით, ხო? ის მოვიდა ამ დონემდე. აი რავი, აი 0-დან რო სწავლობ ადამიანი და ამ დონეზე მოდიხარ, ხო? რაც არ უნდა დრო დაგჭირდეს, ჩემი აზრით, რავი, ბოლენას ისეთი უნარი აქვს ცხოვრება შეძენილი, რომ არ ამგონია უდესმე ინანოს, რომ 1-2-3 თვით მეტი თვითონ ეხა მეტი არ დაჭირდა, საკაიფო დროში აქვს. შედეგი სიმართლე გაკეთებული, ძალიან ცოტა დროში. ცოტა შედარებით რა, მაგრამ აი 2-3 თვე რო ნანოფ რა, ის 2-3 თვე ვაიმე რას ვაკეთებდი რო ნანოფ, არა და ცხოვრებაში ესეთი უნარი აქვს, მე უკვე ფეხებზე კიდია რა. აი ეხა რო ვიღაცა აი ბოდიში მაგრამ ტირი ხართ იმაზე რომ აი შედეგი არ გაქვთ და ვერაკეთებთ რაღაცას ხო 10 წლის მერე ამაზე იმენა იცინებთ უბრალოდ პროცესს უნდა ენდოთ და შედეგზე მარტო ორიენტირებული არ უნდა იყოთ თორე ეგ ძალიან უკან დაგწევთ რა აი თუ შედეგზე იფიქრე სულ და აუ როდის ფულს ვიშოვი შეჩემა აუ და ბესეთკაში ჩახვალ და ნარდის დამაჟ დაიწყებ ეგ ვერ გიშველით ხო ხო და კიდე ერთი რა ერთს ვიტყვი რომ სხვაზე თავის შედარებას შეეშვით რა. ყველას აქვს თავისი გზა და ყველა თავისი ტემპით ვითარდება. და არა დამოკიდებული თქვენი განვითარების სისწრაფე იმაზე, ვინ რამდენ ხანში მიაღწია წარმატებას რა. კონცენტრირდით იმაზე, თქვენ თუ აკეთებთ თქვენს მაქსიმუმს და თუ აკეთებთ, როცა იქნება შედეგი, იქნება აუცილებლად და როცა იქნება, იმით დაკმაყოფილდით რა. არა საჭირო რომ ვიღაცას უყუროთ და ვიღაცამ 3 თვეში pay-out-ი გააკეთა და აუ მე ვერ ვქენი და კაი შევეშვები, მე არ გამომივიდა, ეგ არის სისულელი რა. ხო. რაღაც უნდა მეკითხა და ამ კომენტარების კითხვაში დამავიწყდა. აი როგორ დროულ შევეცვლით რა. კი, ხო, ვოლენ, ეხა რო თქვი რომ ყველას თავისი დრო აქვს რა. თან ჩვენთანაც სწავლა როგორია, შეზღუდული გვაქვს დრო? ხალხისთვის. რო ამ დროში ისწავლობსო? არ არის, ეგრე. ჩვენთან მოსავლე იქამდე სწავლობს, სანამ ინდივიდუალობამდე არ მივიდა, მერე CS:GO-ს ვეთამაშებით. დიახ. ჩემი თუ ნახე ტრეიდერს ჯიმთან ვიყავი მანამდე ვიზია.
ჯაბექსთან და ვერაფერს ვერ მივაღწიე, რას მირჩევთ, რა ვქნა. ყოლენ. შენ გაიცე ამაზე პასუხი. მოდი. რა უნდა ქნა მეგობარო და WTI-ზე არის ასეთი ჩენელი. მოიცა რა ქვია? Mentorship. წარმატება თუ გინდა გადადი მაგ ჩენელზე წაიგითხე და იმოქმედე. წავლარაღის ბიჭებო ვერ მოვისმინე, ეხლა შემოვედი. წავლარაღის $230 ჯგუფში Mentorship. გაიხარ. ყოლენ ამის თქვა გინდა კიდე ხალხისთვის, აი, რაღაც სამოტივაციო რა თქვა. 200-ზე მეტი კაცი იყო სოთა შორის, აი. და არ გადამიღებ ბევრი ვიდეო ამაზე. სამოტივაციო რავი, რა ვთქვა, ისედაც რავი, ყველამ თქვა უკვე საჭირო რა. აი ამ ყველაფერს რასაც გაითვალისწინებთ, აი მთავარია რომ თავში არ გაივლოთ ეგ აზრი, რომ სადღაც შევეშვები და გამოგივათ აუცილებლად რა. შრომა არ დააკლოთ, თქვენი მაქსიმუმი რაც შეგიძლიათ, არა საჭირო რომ ყველას ერთნაირად დიდი დროის დათმობა შეგეძლოთ, მთავარია რა დროც გაგვთ ის მთლიანად დაუთმოთ, მაქსიმუმი გააკეთოთ და არ დანებდეთ. ეგ არის მთავარი რა და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. არა live trading-ი არ მაქვს ნაკეთი. კაი, ერთი იყო, პირველი payout რამდენი გქონდა ულან? ერთი მაგას უპასუხე და დავასრულოთ. დავარეკვესტე 1200 და ამისვეს 900. ეს ფუნტებში? არა დოლარებში. ფუნტებში.